ნინო კალანდაძე ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელია ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით ნინო. საღამოშიტყვი. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, კარგად ცოდნე საგარეო საკითხების. ვენსი სამხრეთ კავკასიაშია, არ არის საქართველოში. აი ეს ფაქტი, რას ამბობს ამ ქვეყანაზე დღეს? საღამოშიტყვი სოფო მივესალმები თქვენს მაყურებელს. ძალიან ბევრ რამეს ამბობს დღევანდელი რეალობის შესახებ. დავიწყოთ საგარეო პოლიტიკით და დავიწყოთ გეოპოლიტიკური ცვლილებებით, რომელიც განაპირობა რუსეთის ფართომასშტაბიანმა ომმა უკრაინაში, რამაც ფუნდამენტურად შეცვალა სტრატეგიული ამოცანები სხვადასხვა ქვეყნის, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში და ვინაიდან რეგიონის მიმართ სტრატეგიული ინტერესი აქვს როგორც აღმოსავლეთს, ისე დასავლეთს, ფუნდამენტურად შეიცვალა ჩვენი რეგიონის მიმართ და კონკრეტულად საქართველოს მიმართ, ისე კავკასიის რეგიონის და ჩვენი სამეზობლოს მიმართ საერთაშორისო პოლიტიკა. აქ მიდის ვთქვათ როგორც ძალთა ჭიდილი, ისე რეგიონში ინტერესების გაძლიერების თუ გამყარების საკითხი ყველა მხრიდან და ამავდროულად იცვლება თვითონ ადგილზე სხვადასხვა ქვეყნის სტრატეგიული დანიშნულება. საქართველოს თუ ტრადიციულად წარმოადგენდა რეგიონში იმ ქვეყანას, რომელსაც ჰქონდა დასავლური ვექტორი და შესაბამისად დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესს ეხმიანებოდა რეგიონში, ქართული ოცნების პირობებში ეს რეალობა შეცვლილია და რეგიონში მიმდინარეობს, რეგიონში საქართველოს ტერიტორიაზე ყოველ შემთხვევაში მიმდინარეობს რუსული, ირანული და ჩინური ინტერესების გაძლიერება. ეს არის ფუნდამენტურად სახეცვლილი დიდი გეოპოლიტიკური სურათი, სულ რომ ვთქვათ, თავი დავანებოთ ადგილობრივ პროცესებს, რომელიც რასაკვირველია გამოძახილია. არის თუ არა ეს წითელი ხაზი შეერთებული შტატებისთვის? ხო, ეხლა ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონის მიმართ ინტერესი არათუ შესუსტებული არ არის, არამედ გაძლიერებულია და ამას მოწმობს არამხოლოდ ის, რომ ივანიშვილის რეჟიმს მოცემულ ვითარებაში იზოლაციაში ამყოფებენ, არამედ ის, რომ საქართველოს გვერდის ავლით რეგიონის იმ ნაწილში იწყებენ სტრატეგიულ დიალოგს, რომელიც აქამდე პრაქტიკულად არ არსებობდა, თუ არსებობდა მხოლოდ ზედაპირულ დონეზე და მათ შორის იმის გამო, რომ ამის არსებითი საჭიროებაც არ იყო, იმიტომ რომ ამ ფუნქციას საქართველოს სრულფასოვნად ასრულებდა საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლეთ ზოგადად, მაგრამ კონკრეტულად რადგან ვაშინგტონზე ვსწავლობთ, თუ ძირითადი რეგიონული ინტერესი ჰქონდა სტრატეგიული ტრანზიტის, ანუ იქნება ეს მილსადენები თუ იქნება ეს პორტები, ამ შემთხვევაში საქართველოს ფუნდამენტური, ვთქვათ, ჩანაცვლება ბოლომდე ვერა გეოგრაფიულად, მაგრამ გვერდის ავლის პოლიტიკა მუშავდება ახლა, იმიტომ რომ ინტერესი შენარჩუნდა, მაგრამ დიალოგის აღდგენა თუ წარმოება რეჟიმთან ვერ ხორციელდება, ვიდრე რუსეთი იმ პოზიციებზე არა პოზიციებზეც არის, ვიდრე რუსეთი ჯერ კიდევ აგრესიას ახორციელებს უკრაინის მიმართ და ვიდრე პუტინთან ამ თემაზე დიალოგი ვერ ხერხდება. პუტინს ხავს უსვავ, იმიტომ რომ ივანიშვილი ამ შემთხვევაში დამოუკიდებელ მომლაპარაკებლად არ განიხილება მაგიდის მეორე მხრიდან. რაც განიხილება, ვთქვათ, ალიევი და ამ შემთხვევაში სუვერენული სომხეთის სუვერენული პრეზიდენტი. ზუსტად ეს მინდოდა, ახლა მე თქვა გისმენთ და აი არ ვიცი ეს იმედგაცრუების, ბრაზის, რა ემოციებს იწვევს ჩემში, როგორც მოქალაქეში, ვერ გეტყვით ნამდვილად, როცა სომხეთმა მოახერხა დახსნო და ესე იგი რუსულ გავლენას იმ პირობებში, როცა რუსული სამხედრო ბაზა ყავს ტერიტორიაზე და საქართველოს, რომელიც არანაირი კავშირი ბმა არ ქონდა რუსეთთან და ცალსახად იყო დასავლეთის თავარი საყრდენი რეგიონში და საერთო ღირებულებების მქონე ქვეყანა დაღიქმებოდა, დღეს რუსეთის სატელიტად აღიქმება. ივანიშვილს ალაპარაკებიან იმიტომაც, რომ ის დამოუკიდებელი განმსაზღვრელი პოლიტიკის ამ ქვეყანაში არ არის. ეთანხმებით ამ შეფასებას? კი ბატონო, ზუსტად იმას ამბობთ, რასაც მე ვფიქრობ. თავდაპირველად ხო იყო რაღაც სპეკულაციები საზოგადო წრეებში, რომ აი ივანიშვილი ელოდება, რომ რაღაცნაირად იქნებ პუტინი დაულაგებს ეთაც. პუტინი კი არ დაულაგებს ივანიშვილის სიტუაციას. პუტინი თუ რაღაც ეტაპზე მივა დიალოგის ამ ნაწილზე, თუ მოლაპარაკების ამ ნაწილზე, ის თავის ინტერესებს თუ დაილაგებს საქართველოში, თორე ივანიშვილის ინტერესი მას არ აქვს. ივანიშვილი გამტარია რუსული ინტერესისა, ზუსტად ასე აღიქმება ივანიშვილი დასავლეთისთვის, იმიტომ რომ ის არ არის მათი შესაფერისი
პირი, ხო? ანუ რასაც ეცა დიპლომატიაში, რასაც ვთქვათ, counterparts-ი. ის დამოუკიდებლად ვერ განსაზღვროს აქ პოლიტიკას, თუნდაც ლუკაშენკოსგან განსხვავებით. აბსოლუტურად. ის არ მიიჩნდა მათ შორის რეგიონში ჩვენი ალიევისგან განსხვავებით და სომხეთისგან. ხო, რა საკვირველია. ის არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე, ის არის სატელიტი, ის არის გამტარი თუ მარიონეტული რეჟიმი, ახლა როგორც რაღაც სამაჩაბლოში არ ჩავლენ და ცალკე არ დაელაპარაკებიან იქ მარიონეტულ რეჟიმს, იგივენაირად აღიქმება თბილისში აი ეს de facto რეჟიმი, რომელიც იგულისხმება, რომ მთლიანად რუსული, არა მხოლოდ რუსული ინტერესს ატარებს, არამედ რუსეთის გაგრძელება რეგიონში, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომელსაც დღეს დასავლეთი არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ჩინური თუ ირანული ინტერესების წინააღმდეგ ატარებს რეგიონში. კი ბატონო, აი პრესკონფერენცია ამ წუთას პირდაპირ ეთერში მოვუსმინოთ ცოტა ხანს. ეს არის განცხადებები, როგორც ჩანს, მოვისმინოთ ლაივში მოდის როიტერის საშუალებით ეს კადრი. ხმა არა აქვს სამწუხაროდ, ჯერჯერობით კადრია, მაგრამ კადრის ყველაფერს ამბობს. სომხეთში არის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ახლა არის ხმა, როგორც მესმის. Honorable J.D. Vance, Vice President of the United States. ხელმოწერის ცერემონია ახლა რაც გავიგეთ მხოლოდ ვენსის მხრიდან და ნუ გასაგებია მეორე მხარეს ვინც არ წერს ხელს. პაშინიანი და ვენსი აწერენ დოკუმენტს ხელს, დიდი ალბათობით ეს არის დოკუმენტი კავშირში იმ ტრამპის შეთანხმებასთან. და ხო, ისეთი კადრია რა, ნინო, აი ისეთი თქმა მინდა, ეს არის ჩვენს რეგიონში ხდება ეს, ხო? შეერთებული შტატები სომხეთში, სადაც არის რუსული ფასა და რომელმაც დაასრულა რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი ომი ორ ქვეყანას შორის და განგრძობადი კონფლიქტი, ეს ნამდვილად ასეა და ამის მონაწილე არ არის საქართველო, უფრო მეტიც ამ დროს რეგიონში რუსეთის დასაყრდენ ერთადერთ რეჟიმად რჩება საქართველოში მყოფი ივანიშვილის რეჟიმი. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა ყველაფერთან ერთად. ნახოთ იქნება თუ არა განცხადებები, როგორც ჩანს ამისთვისაც ემზადებიან ხელმოწერის შემდგომ, სავარაუდოდ J.D. Vance იტყვის რამეს. Մեծագույն պատիվ է այսօր հյուրընկալել պաշտոնական այցով Հայաստանում գտնվող სამწუხაროდ ვერ თარგმნი ამენიდან. თუ გნებავთ მოგვიანებით დაბრუნდეთ. գլխավորած պատվիրակության. კი ბატონო, კადრი დავტოვოთ, Vance-ის პასუხის შემთხვევაში დავბრუნდეთ, ხო? კომენტირებას გთხოვთ, რა ვიცი. ხო, შემიძლია მხოლოდ თქვა, რომ თეთრი შურით შეგვიძლია ამ კადრებს შევხედოთ, ასეთ კადრებს ჩვენ ნაჩვევი ვართ საქართველოში. გაცილებით მაღალი დონის კადრებსაც პრეზიდენტის დონეზე, კი ბატონო. მაღალი დონის კადრებსაც და უფრო მეტიც, როდესაც საქართველო უშუალოდ მონაწილეობდა სამხრეთ კავკასიის რეგიონული საკითხების მედიაციაში. აი ეს უნდა მეთქვა, საქართველო იყო არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების ავანგარდში, ასე ვთქვათ, არამედ ის რეგიონის ინტერესებს წარმოადგენდა პირველ რიგში, იმიტომ რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეს აქამდე გადაუჭრელი კონფლიქტი არსებობდა, უფრო მეტიც არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს ახლა სამშვიდობო პროცესი, არამედ სომხეთსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული უსაფრთხოების გადახედვა მიმდინარეობს. სწორედ იმიტომ, რომ რუსეთის უკრაინაში განხორციელებულმა აგრესიამ ფუნდამენტურად შეცვალა რეგიონის პერსპექტივაც, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე არა მხოლოდ დასავლეთმა როგორ გადააფასა პროცესები, არამედ რეგიონში, როგორც თქვენ სწორად ახსენეთ, სომხეთიც და აზერბაიჯანიც ტრადიციული და ძალიან მყარი მოკავშირეები იყვნენ რუსეთის, მაგრამ დაინახეს რა მათ, რომ რუსეთი არა მხოლოდ სანდო პარტნიორი არ არის, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის პოლიტიკა უნდა გატარდეს ორივე სახელმწიფოში რუსეთისგან ფუნდამენტურად დისტანცირების, ანუ რუსეთზე დამოკიდებულების პოლიტიკა მთლიანად უნდა გადაიხედოს. ალიევმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ახალი ალიანსი შექმნა ნატოს წევრ თურქეთთან, რომელთაც პრაქტიკულად მთლიანად დააბალანსა თავისი ძალა და ჩამოიშორა, ასე ვთქვათ, რუსული გავლენა.
და შექმნა წინაპირობა იმისა, რომ სომხეთს სხვა არჩევანი აღარ ქონოდა და სომხეთს ამავდროულად აღმოაჩნდა სათავეში ისეთი მეთაური, რომელიც 100%-ით სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარეობდა, რომელმაც საკუთარი პერსონალური რეიტინგის სანაცვლოდ ამ შემთხვევაში მიიღო ის გაწყვეტილება, რომელიც გრძელვადიანად სომხეთისთვის ჩემი ღმერთმენით ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა და შედგა ეს ამ შემთხვევაში სომხეთ, აზერბაიჯანის და ამერიკის შეერთებული შტატების, მაგრამ ამავდროულად თურქეთთან უშუალო კომუნიკაცია, რაც ჩვენ შემთხვევაში არა მხოლოდ თქვა ჩვენი სამეზობლოს ბედწყვეტს, არამედ საქართველოს არ მონაწილეობა ამ პროცესში შესაძლოა იყოს საქართველოს დიპლომატიური არა ძალისხმების, არამედ ბერკეტების ძალიან ფუნდამენტურად დასუსტების წინაპირობა, იმიტომ რომ საქართველოს არის პატარა ქვეყანა, საქართველოს რამდენადაც დატვირთულია თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით, თუ გეოგრაფიული მდებარეობით, იმდენად ეს მისი სიმდიდრეა, იმიტომ რომ ის რომ ჩვენ ეს სატრანზიტო პირობები შეგვიძლია ჩვენით განსაზღვროთ თუ სუვერენული ხელისუფლება გვეყოლებოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ძალიან დიდი რესურსი აქვს, მოიზიდოს ინვესტიციები, განსაზღვროს რეგიონული პოლიტიკა. ამ დროს რა საფრთხე აქვს ჩვენ მაშინ როცა დასავლეთში ფანჯარა გაჭრა ფაქტობრივად ორმა ქვეყანამ, ჩვენ აგერ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია წავიკითხე, რომ ევროკავშირი განიხილავს ყულების სპორტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტში შეიყვანოს. აი წარმოუდგენელი ვითარება მართლა სად აღმოჩნდით ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად გაჩერებული ევროინტეგრაციის რუსეთზე მთლიანად მიმის და რუსეთზე ფსონის დადების შედეგად და არ ვიცი ეს რამდენად გრძელვადიანი შეიძლება იყოს ეს შედეგები ქვეყნისთვის თუ ვითარება არ შეიცვალა მალე დარწმუნებული ვარ რომ ამას ექნება გაცილებით უფრო ხანგრძლივი შედეგი ამ ქვეყნისთვის სამწუხაროდ ვიდრე ვინმეს ეს წარმოუდგენია. იმიტომ რომ შესაძლებლობების ფანჯარა ღია ახლა. ნამდვილად შესაძლებლობების ფანჯარა ღია ახლა, არა მხოლოდ იმიტომ რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა დასრულდება მალე და დასრულდება 2030 წლისთვის, არამედ მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ახლა მიმდინარეობს რეგიონთან მიმართებით სტრატეგიული დიალოგი. გულისხმობ რას? დღეის მდგომარეობით საქართველოს ჯერ კიდევ უალტერნატივოა სატრანზიტო პოლიტიკის ფარგლებში. ვიდრე ინფრასტრუქტურა მოეწყობა ამ მიმართულებით. გადაწყვეტილება გრძელვადიანად იქნა მიღებული საიმისოთ, რომ საქართველოს გვერდისავლით მოხდეს ახალი დერეფნების შექმნა, მაშინ რა თქმა უნდა 10-15 წელიწადში ეს პროცესი არსებითად დაიძრება, რა თქმა უნდა ეს არავის არ უნდა ამდენი ფულის ინვესტირება, როცა არსებობს უკვე არავინ დაგელოდება. მაგრამ არავინ დაელოდება, ვიდრე ივანიშვილი თავის ფულს გამოივაჭრებს და ვიდრე ის რაღაცნაირად ჭიპლარს გადაიჭრის პუტინთან. ამის რესურსი, ამის ფუფუნება დასავლეთს არ აქვს, არც ინტერესი არ აქვს მათ უღირთ ახლა აი ამ სტრატეგიული დიალოგის ბოლომდე და წარმატებით წარმართვა სწორედ იმიტომ, რომ დერეფანი მათთვის უსაფრთხოების დერეფანიც არის და სავაჭრო დერეფანიც არის. სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ხოლო ამ რეგიონში, ასე ვთქვათ, შეერთებული შტატები ფსონსდებს ამჯერად ამაზე და შესაძლებლობები გაქვთ ევროკავშირი. მე აბსოლუტურად გეთანხმებით შეთანხმებაში, შეფასებაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს წარმოუდგენლად ჟღერს, რომ ტრიოს ლიდერი საქართველოს შესაძლოა დარჩეს უკან და სომხეთმა გაასწროს მან დასავლეთის ინტეგრაციის გზაზე. კი ბატონო, რამ შეიძლება ეს სცენარი წაიყვანოს საქართველოს მოქალაქეების სასურველი მიმართულებით, რა ბერკეტი რჩება დასავლეთს, არ არის ეს მარტივი ასე რუსეთის სატელიტად დარჩენა ივანიშვილისთვის, შესაძლოა მისი ქონების პრობლემებს და მომავლის სერიოზულ პრობლემებსაც ნიშნავდეს საბოლოო ჯამში. სოფო, ყველაფერი რაზეც ჩვენ საუბრობთ ნეგატიურ კონტექსტში გარკვეულწილად, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში და როდესაც ახლა მოქალაქეების და თქვენის და ჩვენი შვილების ბედზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს დიდი შვება არ არის, იმიტომ რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. მაგრამ ეს ასევე არის ბერკეტი არა მხოლოდ დასავლეთის ხელში, არამედ მოქალაქეების ხელშიც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს პროცესები თუ შეუქცევა და დაიძრა რეგიონში, მაშინ საქართველოს მუდმივად იზოლირებული ვერ დარჩება. ამის რესურსი საქართველოს არ გააჩნია, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ, იმიტომ რომ ის რეგიონულ პოლიტიკას მთლიანად ვერ მოწყდება და მას დამოუკიდებლად
მართლმადიდებლად არსებობის მუდმივი რესურსი არ გააჩნია. ის ვერ იქნება ვერც ერთი სხვა, ვთქვათ, რუსული თუ აღმოსავლური ქვეყნის იმ ტიპის სატელიტი, რომ ვიღაცამ ახლა მუდმივად ინახოს საქართველოს, ან თუნდაც ივანიშვილის რეჟიმი, საიმისოთ, რომ აქ პროცესები არასდროს არ შეიცვალოს. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან გრძელვადიანი სურათი. ხო, გულისხმობ, ან შესაძლებლობაში გულისხმობ იმას, რომ თუ დასავლეთი მათ შორის ბერკეტად გამოიყენებს იმას, რომ საქართველოს გვერდის ავლის გზით თავის პოლიტიკას რეგიონში გაამყარებს, მაშინ საქართველოს რაღაც ეტაპზე სხვა გამოსავალი მაინც არ ექნება, რომ ჩაებას ამ მატარებელს. სამწუხარო ის არის, რომ თუ ადრე თუ გვიან მაინც უნდა ჩაებას ამ მატარებელს, მაშინ ჯობდა საქართველოს ის რესურსი შეენარჩუნებინა, ის ბერკეტები შეენარჩუნებინა, რომელიც მას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქონდას, როცა მას შეეძლო მილსადენების ტარიფების განსაზღვრა, მიმართულების განსაზღვრა, გეოგრაფიული დივერსიფიცირების განსაზღვრა და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. მთელი ეს ფული, რომელიც ქართულ ეკონომიკაში უნდა შემოსულიყო. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ნინო გალანდაძეს, ის იყო ჩვენი სტუმარი.